მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია წითელი ზონა, რადიო თავისუფლების და პირველი არხის ერთობლივი პროგრამა. საყდრისის დამცველები, ასე ერქვა ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც დღეს ფაქტობრივად საყდრისი აღარც აქვს დასაცავი. უძველესი ძეგლი განადგურებულია და აფეთქებული. თუმცა საყდრის დამცველები ამბობენ, რომ ისინი აგრძელებენ ბრძოლას ქართული კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და ეს ბრძოლა უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდა. უფრო მეტიც, კომიტეტის წევრები ამბობენ, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც თავისას მიაღწევენ და ის ადამიანები, რომლებმაც გაანადგურეს უძველესი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აუცილებლად დაისჯებიან. თუმცა ვინ არიან ეს ადამიანები? ამის შესახებ ქალბატონი ნინო ბურჭულაძე, ჟურნალისტი, საყდრისის დამცველი, ამ ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი გვიამბობს დღევანდელ ჩვენს გადაცემაში. მას გავესაუბრეთ იქ, სადაც საყდრისის დამცველები დღე და ღამეს ათენებდნენ, იქ, სადაც საყდრისი ააფეთქეს. ეთერშია წითელი ზონა. Penso che oggi dovrei fare un'esperienza. დღეს გაიგებ იმას, რომ მეფეები არ არიან ვალდებულნი საკუთარი პირობა შეასრულონ. A mantenere le loro promesse. Bene. აიღე შენი საწმისი. Cedo, ecco. მე ჩემი pirობა შევასრულე. Tieniti il tuo შეგიძლია დაიტოვო, როგორც ძალაუფლებისა და წესრიგის სიმბოლო. ამასთანავე ამბობენ, რომ ზამთრის ნიაღვრებს ოქრო ჩამოაქვს. ხოლო ბარბაროსები აგროვებენ ოქროს დახვრეტილი ვარცლებითა და ბანჯულიანი ტყავებით. აქედან გამომდინარეობს მითი ოქროს საწმისიან ვერძზე. სტრაბონის ეს სიტყვები მრავალნაირად შეიძლება გავშიფროთ, ფრაზები გადავაადგილოთ და ყოველ სიტყვაში რაღაც დაუსრულებელ სახეს მივაგნოთ. ისიც ვთქვათ, მითია ეს ყველაფერი. არანაირი ოქროს საწმისი არ ყოფილაო. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კავკასია ოდითგანვე მდიდარი იყო მადნეული საბადოებით. ეს ადგილი კი საყდრისი ყაჩაღიანის ბორცვი უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში დაბეჭდილ რუკაზე საყდრისის სახელითაა მოხსენიებული. სტრაბონი იქით იყოს და მისი სიტყვები. დღეს თავად შეგვიძლია დავაკვირდეთ ადგილს, სადაც 5000 წლის ისტორიაა შენახული. დავაკვირდეთ ისე უადგილო სიტყვა. ამ ადგილებს ახლა ინვესტორი და მისი ხალხი იცავს. ისტორია თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ საგანგებოდ გახსნილ მუზეუმზე წვიოთ და როგორც ამბობენ ხოლმე დღეს არტეფაქტები. ან და როგორც ეჭვიანი ხალხი ამბობს, ბუტაფორიები იხილოთ. ეჭვიანის არაზუსტი სიტყვა ალბათ. ის ხალხი, ვისაც საყდრისის დამცველები ქვია, ღამეებს ათენებდნენ ამ ტერიტორიაზე. ამბობდნენ, რომ იცავდნენ ადგილს, რომლის კომერციული თვალსაზრისით შესწავლა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. მერე კი 2004 წლიდან ქართულ-გერმანულმა არქეოლოგიურმა ჯგუფმა 10,000-მდე ქვის იარაღი რომ აღმოაჩინა, დადო არაერთი დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებდა საყდრისი წარმოადგენს უძველეს ოქროს მაღაროს მსოფლიოში. საყდრისი ამ ადგილს პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში უწოდეს, მახლობლად მდებარე საყდრების გამო. გასული საუკუნის 80-იან წლებშივე ჩატარდა გეოლოგების მიერ პირველი სამეცნიერო სამუშაოები საყდრის ყაჩაღიანის ბორცვზე.
მაშინვე გაჩნდა მოსაზრება აქ შესაძლო პრეისტორიული გამონამუშევრების არსებობის შესახებ. მე მინდა გითხრათ, რომ საყდრისი რა თქმა უნდა ერთ დღეში არ დანგრეულა, ანუ არ აფეთქებულა, მას უძღოდა დაახლოებით წელიწადნახევრიანი საკმაოდ ესეთი დაძაბული პროცესები თუ მოვლენები. საყდრისის გადახსნა უნდოდა წინა ხელისუფლების დროსაც და შეინიშნებოდა გარკვეული მოძრაობები, მას შემდეგ რაც კომპანია კვარციტმა განაცხადა, რომ მას უკვე ელეოდა ეგრეთ წოდებული დასაწყობებული მარაგები ოქროსი და გაკოტრების პრევენციის, ანუ კომბინატი რომ გაკოტრებისგან გადაეჩინათ, ისინი ცდილობდნენ ყოველ შემთხვევაში დაეყოლიებინათ მაშინდელი ხელისუფლება და თავად საყდრისზე მომუშავე ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრები მიეცათ შესაძლებლობა გადაეხსნათ საყდრისი, თუმცა საბოლოოდ როგორც ჩანს ვერ გაბედეს თუ გაითვალისწინეს მაინც, ანუ კარგად აღიქვეს საყდრისის როგორც მსოფლიო უძველესი ოქროს მაღაროს მნიშვნელობა და წინა ხელისუფლების დროს საყდრისი გადარჩა, ესე რომ ვთქვათ, გადახსნას. ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან, ანუ ჯერ კიდევ მგონი თუ არ ვცდები ოქტომბრის ბოლოს, ანუ 2 კვირის შემდეგ არჩევნებიდან კომბინატში შემოვიდა ფინანსური პოლიცია და დაიწყო ფინანსურ დარღვევების გამოძიება, რაც ფაქტობრივად ნიშნავდა იმას, რომ კომპანია კვარციტი, ანუ მადნეული, გადაეცემოდა უკვე სხვა ჯგუფს და სხვა ჯგუფის ინტერესების ქვეშ შედიოდა, თუმცა მაშინ საყდრიზე საუბარი არ ყოფილა, საყდრიზე საუბარი დაიწყეს 2013 წლის გაზაფხულიდან. რა თქმა უნდა, საყდრისის ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრები, არქეოლოგები, მეცნიერები სასტიკ უარზე იყვნენ ძეგლს დამართოდა რამე, რადგან გარდა იმისა, რომ ის უკვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა, ძეგლი იყო ფაქტობრივად შეუსწავლელი, მხოლოდ ერთი ნაწილი იყო შესწავლილი, დიდი ნაწილი იყო შეუსწავლელი და იყო მოლოდინი, რომ სწორედ შეუსწავლელ ნაწილში შეიძლებოდა ძალიან მნიშვნელოვანი არტეფაქტები აღმოჩენილიყო. მოკლედ აი ჯერ თავიდან იყო, რომ აი ეს პროცესები ძეგლთან დაკავშირებით დაიწყო აკადემიურ წრეებში და შემდეგ ნელ-ნელა ეს გახდა უკვე ფართო საზოგადოების განჯის საგანი და უკვე 2014 წლის გაზაფხულზე მინდა გითხრათ, რომ ჩემი აზრით, აი მართლა უპრეცედენტო მოვლენა მოხდა საქართველოში, როცა ერთდროულად რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც ფაქტობრივად ერთმანეთს არც იცნობდა, ჩამოვიდა საყდრიში და საყდრიში დაიწყო აი ამ ადგილზე სამოქალაქო აქტივობა. მადნეულს ჯერ კიდევ არ აქვს ბიოგრაფია. სამაგიეროდ მას აქვს მომავალი, დიდი მომავალი. მადნეული თავის პირველ ნაბიჯებს დგამს. ვანის ნაქალაქარიგი საუკუნეების შემდეგ ლავანოდის მიწიდან ახალ სიცოცხლეს იწყებს. ამ გათხრების შედეგებს არსებითი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ძველი საქართველოს ისტორიის, არამედ ანტიკური კულტურის შესწავლის საქმეში. მონაპოვართა სტილის ანალიზი მიუთითებს გამოსახვის ადგილობრივ ნიშნებზე, რომლებიც ელინური ხელოვნების, აგრეთვე უფრო ძველი ასურულ-ხეთური კულტურის ბეჭედს ატარებს. გაუცებას იწვევს უზარმაზარი ბრინჯაოს ჭურჭელი, რომელსაც ხმებგასწვილი არწივების სამი ქანდაკება აქვს. ჭურჭლის მხატვრული გვირგვინია გამარჯვების ღვთოსანი ქალღმერთის, ნიკეს გამოსახულება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ქალღმერთი სწრაფად ესება ციდან გამარჯვების მაწვდად და მაუწყებლად. ეს არის ჩვენი ბანაკი. ეს არის საცხოვრებელი კაროები. ამ კაროში ნინო ცხოვრობს, იმ კაროში მე ვცხოვრობ. ეს არის ჩვენი სათვალთვალო კოშკურა. ამ კოშკურაზე ავდივართ ხოლმე და ვაკვირდებით საყდრისს. აქედან ჩვენ ვაკვირდებით დურბინით, იქიდან ისინი გვაკვირდებიან. ჩვენ ძირითადად ვაკვირდებით ვინადის, რა მანქანები ადიან, ტექნიკა რო არ ავიდეს და არ დაანგრიოს. ასე უყურებთ ერთმანეთს და ერთმანეთსაგან ვიცავთ საყდრისს. ირაკლი ლომიძე ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც საყდრისის დასაცავად აქციაში ჩაერთო, მოგვიანებით კი პროტესტის განსხვავებულ ფორმას მიმართა და საცხოვრებლად საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. ჩვენი პროტესტი ეს არის, ვართ აქ ცხოვრობთ და ვითხოვთ, რომ გადარჩეს ოქროს მაღარო, აღუდგეს ძეგლის სტატუსი. ის კომპანია, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას პოვებს და აგერ თუნდაც ამ ძეგლს საყდრისი ნახევარიმთა ჩამოაჭრა და ჩამოახრა, არაფერი არ არის გამორიცხული. შეიძლება დაანგრიონ, ააფეთქონ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, განგაში ზარებს შემოკრავთ და გავაგებინებთ ყველას. ფიზიკურად დავიცავთ.
საყდრისის დასაცავად კარავი გაშალა ნინო მიქიაშვილმაც. მე საყდრისის დაცვით ვიცავ ჩემწელ საქართველოს. საყდრის თუ დაანგრევენ, ხო, ჩემი ქვეყნის საქმე უფრო გაცილებით ცუდად იქნება, ვიდრე ეხლა არის. ეგ ვერც წარმომიდგენია და ვერ გააკეთებენ. შეიძლება ჩვენი ყოფნა აქ ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ ვიქნებით, იმიტომ რომ დაწყებული საქმე უნდა მიიყვანო ბოლომდე და მივალთ კიდევაც და საყდრის გადავარჩენ. თითსაც ვერ დააკარებენ. მიქიაშვილი ამბობს, რომ კულტურის სამინისტრო ძეგლის დასაცავად არაფერს აკეთებს, მინისტრის ქმედებას კი სამარცხვინოს უწოდებს. კულტურის მინისტრი მოვიდა თუ არა, პირველი რაც გააკეთა, გაასაჩივრა საყდრისის ცვლილების მოგებული პროცესი და ეს არის სამარცხვინოს აქციელი. აი მეტი რო აღარაფერი გააკეთოს, ამით დარჩება ეს ადამიანი ისტორიაში როგორც საქართველოს კულტურის სამარცხვინო მინისტრი. ისევე არ დავინდობთ მიშა გიორგაძეს, ისე როგორც ნიკოლო ზანთიძეს და ყველა მასთან ერთად იმ მეცნიერებს, იმ ადამიანებს, ვინც ხელს უწყობს საყდრისის გრევას და კიდე ფიქრობს იმაზე, რომ რაც გადაურჩათ დანგრევისგან, ისიც მიწასთან გაასწოროს. რამდენი ხანით არ უნდა გასტანოს საყდრისის გუშაგებს მოგვიანებით შეუერთდა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ბოლნისის რაიონის ახალგაზრდული ფრთის 2 წევრიც. თუნ დღეს რომ მოვართ თვალს და ხვალ რომ მოვიქნებით, ზეგ ვიქნებით უკვე 10, 20 და 30 და 50. ყველანაირად ვიბრძოლებთ ჩვენ ახალგაზრდები იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და საგანძური. ხარი დაბინძურებულია მძიმე მეტალებით. ყველი, ციანიდი, ყველაფერი ჩვენამდე აღწევს და საღამოს 6 საათი რო შესრულდება, სიცხე გვიწევს. რთული კლიმატური პირობების მიუხედავად საყდრისის გუშაგები აქ უკვე 151 დღეა 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ. ისინი პროტესტის შეწყვეტას მანამდე არ აპირებენ, სანამ საყდრის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ აღუდგება. აქ თავს კარგად ვერ ბრძნობ, უბრალოდ აქ რო შემოდიხარ, როგორი ხაერია. სუფთა ხაერი და რო ჩამოხვალ. თვალში საცემია იქ განსხვავება, მაგრამ რას იცავ, საყდრისია დასაცავი. თავიდან ბანაკი ქონდა იქ ტაძართან ახლოს, იმიტომ იქ არის წყალი, იყო სხვა კომუნიკაციაც და მოგეხსენება ტრასასთან ახლოს იყო და უფრო მეტი ესეთი მიმსვლელი დააკვირდებოდა საყდრისში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა იმის გამო რომ აი ეს ბორცვი ფაქტობრივად არ ჩანდა ძეგლი და ძეგლში მიმდინარე სამუშაოები, ესე რომ ვთქვათ, შემდეგ ჩვენ ავიტანეთ ბანაკი თავზე, აი ეგრეთ წოდებულ ანძასთან და იქიდან ვაკვირდებოდით საყდრისში მიმდინარე მოვლენებს და რამ განაპირობა ეს, ანუ ჩვენ იძულებული, იმიტომ გავხდით იძულებულები ესე მოქცეული ყავით, რომ მიუხედავად იმისა, რომ საყდრისი ატარებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს და მასზე ნებისმიერი სამუშაო იყო აკრძალული, ღამღამობით RMG Gold ჩუმჩუმად მაინც აზიანებდა მთელ რიგ რაღაცებს, მაგალითად შეგნებულად დაზიანებული იქნა 5000 წლისწინდელი აბაზანა, ეგრეთ წოდებული, ავზი წყლის, სადაც თავის დროზე ოქროს მოპოვების შემთხვევაში აი ამ ოქროს რეცხავდნენ. აი ეს ავზი იყო დაზიანებული და ამის გამო ჩვენ იძულებულები გავხდით, ვინაიდან თვითონ ტერიტორიაზეც არ გვიშვებდნენ, გვენახა ის ადგილები, საიდანაც უკვე შეიძლებოდა კომპანიაზე დაკვირვებოდა, ასეთი ადგილი აღმოჩნდა აი ეს ანძა და ანუ ჩვენ მქონდა უკვე 2 ლოკაცია, ანუ ერთი ლოკაცია იყო ქვემოთ, სადაც მქონდა ეგრეთ წოდებული მედია სივრცეც, იმიტომ რომ მედია ხშირად ჩამოდიოდა ჟურნალისტები, ასევე ჩამოდიოდნენ სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურები იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საელჩოები, თავად ელჩები და მეორე ლოკაცია ჰქონდა, ეგრეთ წოდებული საგუშაგო ლოკაცია ჰქონდა უკვე აი შემდეგ იმ ანძასთან. მე მინდა გითხრათ, რომ აი როდესაც საყდრისის თვალებზეა საუბარი, საყდრისის კომიტეტი ეს არ იყო სტრუქტურულად ერთი ორგანიზაცია, რაღაცა თანამოაზრების შეკრების ადგილი, ესე რომ ვთქვათ, უბრალოდ ვიყავით ჩვენ ადამიანები, როგორც წეგან აღვნიშნე, ბევრი ჩვენ ერთმანეთს არც ვიცნობდით საერთოდ, უბრალოდ აი ეს ჯგუფი სახელი რო ყოფილიყო მოხსენიებული მედიაში, მოინათლა, ესე რომ ვთქვათ, ნაცლობა მოხდა საჯარო ბიბლიოთეკაში, მოინათლა როგორც საყდრისის დაცვის კომიტეტი და იმაში იყო ყველა გაერთიანებული და შეეძლოთ გაერთიანებული იყო ყველა ის ადამიანი, რომელსაც სურვილი ექნებოდა, თუნდაც ერთი დღით ყოფილიყო, თუნდაც რამდენიმე საათით ყოფილიყო საყდრისის მცველი და ჩვენ ამ კომიტეტში ვიყავით სხვადასხვა პროფესიების ადამიანები და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ძირითადი საქმიანობა არც ვალდებულებას წარმოადგენდა და ჩვენი ძირითადი საქმიანობა არც ერთის არ იყო ძეგლების დაცვა, უბრალოდ ჩვენ ვიყავით ვართ მოქალაქეები დღესაც, რა თქმა უნდა, რომელიც ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოსთვის ჩვენ
ჩვენი ქვეყნისთვის რაღაცა ხარკი უნდა გავიღოთ ჩვენი რესურსით, ჩვენი ინტელექტუალური რესურსითაც მათ შორის და აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობდით ამ შემთხვევაში ძეგლის დაცვას. მე მინდა გითხრათ, რომ საყდრისის კომიტეტში შემავალი ადამიანებისთვის, ანუ საყდრისის ცვლილებისთვის, ზოგისთვის საყდრისი იყო საქართველოსთან გაიგივებული, ზოგისთვის პატრიოტიზმთა, ზოგისთვის უბრალოდ кейსი იყო, რომელსაც შემდგომში პროექტების დასაწერად გამოიყენებდა, მაგრამ ამას ხომ მნიშვნელობა არ აქვს. ყველანი ჩვენ ამ პერიოდში საყდრისის ცვლილები ვიყავით ბოლომდე. პროექტში არქეომეტალურგია და სამთო არქეოლოგია საქართველოში ჩართულები იყვნენ საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თანამშრომლები და გერმანიის ქალაქ ბოხუმის სამთო მუზეუმის კვლევარები. პროფესორი თომას შტიოლნერი საყდრისის ოქროს საბადოს შესახებ ამბობს. Die Frage war natürlich, als wir diesen alten Bergbau gefunden haben, ist Gold abgebaut worden. როცა საბადოს მივაგენით, უნდა დაგვედგინა, მოიპოვებდნენ თუ არა იქ ოქროს. მეორე შეკითხვა ის გახდა, თუ რა ასაკისა იყო საბადო, რომლის არსებობა ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან ვიცოდით. კვლევა 2004 წელს დავიწყეთ. ჩატარებული კვლევითი სამუშაოს შედეგად დღეისთვის ცხადი სურათი შეგვექმნა. რის შესახებაც გამოვაქვეყნეთ დასკვნები სხვადასხვა ავტორიტეტიან სამეცნიერო გამოცემაში. დავიწყოთ კითხვით, თუ როდის ხდებოდა წიაღისეულის მოპოვება, ანუ ამ სამუშაოების ასაკით. მივაგენით ორ ფაზას. ერთი თარიღდება გვიანდელი ანტიკური პერიოდით, ქრისტეს შემდეგ მე-4-მე-5 საუკუნეებით. ყველგან არა, მაგრამ ზოგან ამ პერიოდის მასალას მივაკვლიეთ მიწის ზედაპირიდან 8 მეტრის სიღრმეზე. ასევე ვიპოვეთ კვალი ადრეულ ბრინჯაოს ხანაში სამუშაოების წარმოებისა, რაც თარიღდება პერიოდით მე-4-დან ადრეულ მე-3 წლეულამდე. ეს კვალი მიწის ზედაპირიდან 25-30 მეტრზე იყო. ანუ მოპოვების უფრო ძველი ადგილის ყველაზე ღრმა დონეზე წავაწყდით შეურეველს შრეებს, რომლებიც ადრე ბრინჯაოს ხანისაა. უფრო ზუსტი დათარიღების მიზნით ჩავატარეთ 40-მდე ლაბორატორიული გამოკვლევა რადიონახშირბადის C14-ის მეთოდით. გაანალიზებული მასალები ადასტურებს ჩემ მიერ დასახელებულ თარიღებს. ისინი ქრისტემდე მე-4 წლეულის შუიდან დაახლოებით 27 საუკუნეს შორის პერიოდისაა. ამდენად საქმე გვაქვს მეტად ძველ სამთამადნო საწარმოსთან. არის თუ არა ის ოქროს მოპოვების უძველესი საწარმო? ეს არის მეორე შეკითხვა, რომელზეც ასევე შემიძლია გიპასუხოთ. ცხადია, ჯერ უნდა დაგვედგინა, რას მოიპოვებდნენ იქ. გავაგრძელეთ კვლევა და შევისწავლეთ მადანი იქ, სადაც პრეისტორიული პერიოდის მაღაროელები მუშაობდნენ. დადგინდა, რომ იქ დიდია ოქროს შემცველობა და მისი მოპოვება მარტივად შეიძლება, რადგან ეს ეგრეთ წოდებული ღია ოქროა, რომელსაც ხეხვით, დაბქვითა და რეცხვით შედარებით იოლად მოიპოვებდნენ. ამას გვიდასტურებდა იქ აღმოჩენილი ოქროს გასარეცხი ხელსაწყოებიც და ამავე მეთოდით ჩვენც მოვიპოვეთ ოქრო. შევისწავლეთ ქვისა და ძვლის ხელსაწყოები, რომლებზეც ოქროს ნაშთები აღმოჩნდა. Wir haben dann an den Geräten entsprechende Rückstände gefunden, sowohl an den Knochengeräten wie auch an den Steingeräten. ექსპედიციამ, რომელიც საყდრისის საბადოს იკვლევდა, ასევე ეძება და მიაგნო ნასახლარს საბადოდან დაახლოებით 1 კილომეტრში. გათხრებისას იპოვეს ოქრო, მიაგნეს მის კვალს ხელსაწყოებზე სადნობ ქოთანზე. დადგინდა, რომ იქ ოქროს ხეხვით დაბქვის მეთოდით იღებდნენ, ადნობდნენ. იქვე ვნახეთ საყდრისის ოქრო, ამბობს თომას შტიოლნერი და ამ მასალის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს. Das ist deshalb wichtig, weil die ეს მნიშვნელოვანია, რადგან ნასახლარი სულ სხვა გეოლოგიურ გარემოს წარმოადგენს. იქ მხოლოდ ბაზალტია. მადანს ვერ ნახავთ. ის იქ გარედან უნდა მიეტანათ. ხოლო მიკვლეული მადანი სწორედ ის არის, რომელსაც საყდრისში გადაამუშავებდნენ. ეს მინერალოგიური და გეოქიმიური ანალიზის შედეგად ვიცით. ნაპოვნი გავაანალიზეთ, რამაც დაგვიდასტურა, რომ იქაც ამუშავებდნენ ოქროს მადანს. როგორც ითქვა, მივაგენით ქოთანს ოქროს კვალით. გამოვიკვლიათ ეს დაბქვილი ოქრო. ეს ყველაფერი ერთად აღებული დღემდე არსებული ერთ-ერთი საუკეთესო არქეოლოგიური და არქეომეტრიული დასტურია ადრეულ ხანაში ოქროს მოპოვების თვალსაზრისით, მთელ მსოფლიოში ჩატარებულ გამოკვლევებს შორის. ამდენად ხელთ გვაქვს სრულიად უეჭველი არქეოლოგიური სამეცნიერო მტკიცებულება. ოქროს საწმისის საპოვნელად ჩამოსულ არგონავტებს კოლხეთის მიწამ სურვილი რეალობად უქცია. საქართველოში ოქროს მუდამ ოქროს ფასი ჰქონდა. იგი ძვირად ღირებული და ძვირად მისაწვდომი იყო არა მარტო უცხოელთათვის, არამედ ჩვენი წინაპრებისთვისაც. ძვირად მისაწვდომია იგი დღესაც.
სპეციალისტთა თქმით, ერთია არსებობა, მეორე კი წარმოება. უკანასკნელი 2 ათეული წლის მანძილზე მსოფლიოში დაიწყო და გრძელდება ეგრეთ წოდებული ოქროს ციებ-ცხელება. ოქროს მწარმოებელი ქვეყნები 80-მდეა. უმსხვილესთა შორის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 600 ტონას იღებს წელიწადში, ამერიკის შეერთებული შტატები 300-ს, ავსტრალია 280-ს, რუსეთი 240-ს, კანადა კი 170 ტონას. გარდა მადნეულისა, საქართველოს ბევრი რეგიონია, ჩვენ ტერმინია სპეციალიზირებული ოქროზე და სხვა ლითონებს. და ძალიან დიდი პერსპექტივებია, მაგალითად, დავიწყოთ შავიზღვისპირეთიდან, აჭარის რეგიონი, მე აქეთ რომ წამოვიდეთ ქართლის რეგიონი, ქარელის რაიონი, მე იქეთ რომ გადავიდეთ ჩრდილოეთისკენ დაწყებული სვანეთი, აფხაზეთის ნაწილობრივ, მაგრამ აფხაზეთი ჯერჯერობით ვერ მუშაობთ. სვანეთის რეგიონი, რაჭის რეგიონი, კახეთის, ცენტრალური საქართველო. 8 სანადლეულო ბაზა არის გამოყოფილი. 8 სანადლეულო ბაზა მთელი საქართველოს მასშტაბით. და მაინც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თვლიან, რომ ოქროს ამოღება ყველგან შეიძლება. მთავარია მას ეკონომიკური გამართლება ჰქონდეს. 10 წლიანმა საერთაშორისო კვლევებმა შედეგი გამოიღო და 2006 წელს საყდრის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მაგრამ ძეგლი, რომელსაც ოქროს სუნი ազდის, ბაზრისთვის არაფერს წარმოადგენს. თუ არ გამოიყენე, რა თქმა უნდა. ასე თუ ისე ბაზარი და კომერცია უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვიდრე ისტორიული სიმდიდრე. 2013 წელს ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ზუსტად იმ წელს, როცა საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდა და ძველი ნახევრად წასული იყო, ბაზრისთვის ეს საუკეთესო პერიოდია ხოლმე, რათა ბარბაროსობა ვერავის დაბრალდეს. უბრალოდ კონკრეტულად ერთ რომელიმე პირს არ დაბრალდეს. სწორედ ასეთ ისტორიულ ფონზე გაისმა 2014 წლის მიწორულს საყდრისში პირველი აფეთქება. აი ესე აფეთქეს საყდრისი ამათი ჩემთანთა ცხელი გაუში. გაუში. გაჩერდი ახლა. გაჩერდი. ხელი არ გავა, აი აქვს. მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც შემდგომში ეს ტერიტორია, სალიცენზიო ტერიტორია გაიყიდა, თავად ძეგლი, რა თქმა უნდა, ძეგლი არ შედიოდა სალიცენზიო ტერიტორიაში, იქიდან გამომდინარე, რომ საყდრისი ატარებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს და მასზე ვერანაირი სამუშაოები, მათ შორის სამთო-მოპოვებითი ვერ განხორციელდებოდა. არა მარტო ძეგლზე, არამედ 300 მეტრის რადიუსის ტერიტორიაზეც. უკვე შემდგომში, როდესაც ხელისუფლებამ დაიწყო ესე აქტიურად ეს პროცესები, ძეგლის აღების, თავიდან მოუხსნეს ზუსტად ეს დამცავი ზოლი, ზოლს მოეხსნა თავის სტატუსი, ანუ ამ 300 მეტრს, ესე რომ ვთქვათ, და თავიდან ესე საყდრისი აღმოჩნდა ესე მარტო. მოგვიანებით უკვე როდესაც ჩვენ უკვე ნათელი იყო, რომ კომპანიას ჰქონდა განძრახვა და ის აუცილებლად გადახსნიდა საყდრს, ანუ ძეგლს დაანგრევდა, იქ უკვე ჩვენ წავედით, იყო შეთავაზებები, აი როგორ შევთანხმებული იყავით. ჩვენ ვეუბნეოდით, ვთხოვდით კომპანიას, რომ აუცილებლად ყოფილიყო შესწავლილი მთლიანად ძეგლი, რადგან იყო მხოლოდ პატარა ნაწილი შესწავლილი და დიდი ნაწილი შეუსწავლელი იყო, მოხდარიყო მისი მეცნიერულად შესწავლა, ამოღებულიყო თუ რამე იყო ამოსაღები არტეფაქტები და მას შემდეგ სახელმწიფოს გადაეწყვიტა, აიღებდა ძეგლს თუ შეინარჩუნებდა. მაშინ, როდესაც ამაზეც უარი მივიღეთ, მე გადავწყვიტეთ, ვთხოვეთ უпростоრად, რომ იქნებ ერთი ეგრეთ წოდებული ეს გვირაბი, ერთი გვირაბი მაინც ყოფილიყო შენარჩუნებული, რათა ყოფილიყო სახე და ამაზეც უარი მივიღეთ. მოკლედ, საქმე იქამდე შემდეგ უკვე ეროვნული მუზეუმიც ითხოვდა მეცნიერულად შესწავლას, თითქოს რაღაც თანხებიც უნდა ყოფილიყო გამოყოფილი, საბოლოოდ მეცნიერებსაც, არქეოლოგებსაც, ეროვნულ მუზეუმსაც, საზოგადოებასაც სახელმწიფო მოარი უთხრა და 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი ააფეთქეს. მე მინდა გითხრათ, ძალიან ეს ემოციური დღე იყო ჩვენთვის, მე პირადად შაბათი დღე იყო, კარგად მახსოვს, ვისვენებდი, ესე ფინჯან ყავას მივირთმევდი, რომ იმედი საინფორმაციო გამოშვებაში მოვლოდნელად ესეთი განცხადება გააკეთეს, რომ საყდრისი ყაჩაღიანის პირველ უბანზე დაიწყო სამთო-მოპოვებითი სამუშაოები. ძალიან ესე მშრალად. მე ყურადღება არ მივაქცია და უცებ მე მოვლოდნელად გამახსენდა, რომ საყდრისი ყაჩაღიანის პირველი უბანი ზუსტად საყდრისი იყო.
და უკვე დავიწყეთ გადარკვევები, ნახევარს ეძინა. მე მახსოვს ერთ ჩვენ კომიტეტის წევრს ირაკლეს რომ დაურეკე, ესე იგი მეჩხუბა რომ აი რატო მართლა მეჩხუბა რომ რაღაცა გელანდება, როგორ სასამართლო, როგორ სახელმწიფო ძეგლი დაცულია და კაი ხანი არავინ არ იჯერებდა, უკვე 12 სადღაც 11-12 საათისთვის უკვე რომ ვაღიარეთ რომ ძეგლი აფეთქდა, დაურეკეთ ბანაკში და დაგვიდასტურეს. სანამ ჩვენ მოვახერხეთ მობილიზაცია და მე მინდა გითხრათ რომ პირველ დღეს მიუხედავად იმისა რომ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აი ესე ვანდალურად ააფეთქეს, მხოლოდ 8 კაცი ვიყავით ადგილზე ჩამოვედით, ძალიან ვიწვალეთ, იმიტომ რომ ბედად აღმოჩნდა რომ ფონიჭალაში იყო გადაბრუნებული ბენზინზიდი და იღვრებოდა ბენზინი და მთელი ფონიჭალა იყო გადაკეტილი, შესაბამისად იყო ძალიან დიდი საცობი. ჩვენ წავედით მე რუსთავის გზით და მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო 2 პატრულის თანამშრომელი. ის გზაც გადაკეტილი იყო, მაგრამ ჩვენ მივედით და ვთხოვეთ. მე მახსოვს აი ესე უთხარი რომ ამ დილით საყდრისი ააფეთქეს და იქნებ გაგვიშვათ. მე პატრულის თანამშრომელმა შემოგხვდა და ესენიო მეორე მუთხაი მართლა კარგად მახსოვს, ესენიო საყდრის იცავდნენ, გონიო და გაატარეთო და აი მგზაზე მარტო ჩვენ ვიარეთ, ესეთი 2 მანქანა ვიყავით, ძალიან ცოტანი ვიყავით, ამოვედით, ჩვენ დახვდა გადატენილი ამ უსაფრთხოების გაძლიერებული რაოდენობა იყო, მინდა გითხრათ უსაფრთხოების თანამშრომლების, აგრეთვე ადგილობრივები, დახვდნენ კიდევ მუშები. მიუხედავად იმისა, რომ აი ემოციურად არის ძალიან მძიმე, აიცით რა რომ ამდენი ხნის განმავლობაში ესე ველოლიავეთ, ამდენი ხნის განმავლობაში ამდენი ავიტანეთ, ამდენი შეურაცხყოფა, დისკომფორტი, დაცინვა, აი და იცით რა არის, აი ეს რო არ დაგვიფასდა და უცებ ნახეთ რომ მიუხედავად აი ამ ყველაფრისა, აი ამ ცდილობებისა ჩვენ მაინც ძეგლი ვერ დავიცავი და აი ესე თვალსა და ხელშუა აი ჩვენ თვალწინ აი ესე ააფეთქეს. ვიყავით საოცრად, მე ვიყავი საოცრად სასოწარკვეთილი, აი არ ვიცი მეგონა რომ იცით რა არის, აი ჩემი ცხოვრება აი მაგის მერე დაიყო საყდრისამდე და საყდრისის შემდეგ მართლა, იმიტომ რომ აი ძალიან ემოციური იყო, იმიტომ რომ აი ეს უსაფრთხოების თანამშრომლები დაგვცინოდნენ, გაუბნებოდნენ რომ არ ღირდა აი ამ ორმოს სანახავად, აი ამ ხელა გზაზე ამდენი სიარული, აი ეს დამთავრდა ჩვენი ბოგინი. შემდგომში ამოვიდა ერთი ესეთი მაღალი მამაკაცი და მეგონა რომ რატომღაც ყველა ვინც იმ დღეს საყდრისზე მოვიდო და ყველა ძეგლის დამცველი იყო და აღმოჩნდა რომ RMG Gold-ი თავის თანამშრომლებს ძალით თუ ნებით თუ მაინც ანუ აძალებდა რომ იქ ამოსულიყვნენ და მახსოვს ის მაღალი კაცი რომელსაც მე ძალიან ესე ღიმილით შევხვდი და მეგონა რომ დამცველი იყო, თქვა რომ იყო იმიტომ მოსული რომ მას შიოდა და მისთვის კომბინაც უნდა ეჭმია. აი ზუსტად ეს სიტყვები მითხრა მე ჩვენ შორის საკმაოდ ისეთი კონფლიქტიც მოხდა. მეორე დღეს აი უნდა აღვნიშნო ასევე მწვანე მუშტის ბავშვები, ახალგაზრდები, იმ დღეს მე მახსოვს ავტოსტოპი ჩამოვიდნენ რამდენიმე, იმათაც ესე მოულოდნელად გაიგეს. საერთოდ მწვანე მუშტი აი ეს იყო, რა ვიცი, აი ახალგაზრდები საოცრად ენთუზიაზმით სავსე, ყოველგვარი კომფორტის გარეშე მყოფები, რომლებსაც არ ეზარებოდათ ავტოსტოპი ციარული მშივრები ყოფნა, სველები იყვნენ ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ წვიმების დროს ხო კარვებშიც წვიმდა. მიუხედავად ამისა, ისინი აი რო იყვნენ დიდი გულის მქონე ადამიანები იყვნენ, ისინიც ამოვიდნენ. მეორე დღეს უფრო გაძლიერებული შემადგენლობა ვიყავით და ერთი ავტობუსი ხალხი ვიყავით. თუმცა ერთადერთი რაც დავინახე RMG Gold-ის თანამშრომლების თვალებში ეს იყო ირონია, რომ ისინი ძეგლის მგრეველები იყვნენ ბევრად მეტნი, ვიდრე ჩვენ ძეგლის მცველები. აფეთქებიდან მეორე დღესაც კი. თქვენ ხო ჩვენ გვიცავთ. ძალიან აქტიურად გვიცავთ, ცოტა ქვემოთ დაგვიცავით ასე. არა, დაგიცავთ ასე. და კაცო, გაგვიშვეთ, ჩოროა, გაგვიკლება და ჩავავდა. რა პრობლემაა? რატო უნდა ვიღაციდან ნებართვა არ უნდა? აქციის მიზანია მივაწვდინოთ ხმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და უთხრათ, რომ ჩვენი საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ იქცევა კეთილსინდისიერად ეწინააღმდეგება კულტურის სამინისტროს ან კულტურის მინისტრის ოდიშარიას გადაწყვეტილებას, რომ შეიძლება მოხდეს სტატუსის აღდგენა საყდრისზე. სასწორი სპინამ შესაძლოა კომპანია RMG-ს სასარგებლოდ გადაწონოს. პრემიერი ამბობს, რომ 3000 ოჯახი უსამსახუროდ ვერ დარჩება. შესაბამისად, RMG-მ საყდრისში მუშაობა უნდა განაგრძოს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძვირფასია თითოეული არქეოლოგიური ძეგლი, თუმცა ადამიანების ბედი უფრო მნიშვნელოვანია. პრემიერმა დღეს ძეგლების რეაბილიტაციის სტატისტიკაც მოიშველია და განაცხადა, რომ ამჟამად 700-ზე მეტი ძეგლია რეაბილიტირებული. თუ რაიმე იურიდიული გადაცნობა იყო, რაიმე შეცდომა იქნა დაშვებული, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან და
გამოასწორებენ, დანარჩენი მე ვფიქრობ, რომ უნდა მივცეთ საშუალება კომპანიას, რომ გააგრძელოს იქ მუშაობა. რა თანხა გაიცემოდა კომპანია RMG-ში? ამის მერე დაიწყო იურიდიული ბიუროკრატია. დადგენილებები და დასკვნები, რომლებიც საქმესაც აჭიანურებდნენ, აფეთქებებსაც აგრძელებდნენ, რაც თავარია ძალას და იმედს აცლიდნენ ამ ხალხს, საყდრისის დამცველებს. ამ ბორცვის ირგვლივ შეიქმნა სიტუაცია, როცა აქტივისტებს ზოგჯერ უჭირდათ გაგება, კონკრეტულად ვისთვის უნდა მოეთხოვათ საყდრისის გადარჩენა, აფეთქებებზე უარის თქმა. კონკრეტულად ვინ იდგა კომერციული კომპანიის უკან, ვისი იყო წილები და სად მიდიოდა ფული. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ესეთი არაკანონიერად მოეხსნა საყდრის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დაადასტურა, რომ ეს იყო არაკანონიერი, არ იყო სწორად მოხსნილი, ესე რომ ვთქვა და დააბრუნა უკან და კულტურის სამინისტროს მოსთხოვა თავიდან დაეწყო ეს პროცედურები და ჩვენც რა თქმა უნდა შვებით ამოვისუნთქეთ, რადგან უკვე თვითონ საყდრისაც დაცვა აღარ ყავდა, კომპანიამ დაცვა მოუხსნა და იქიდან გამომდინარე, რომ საყდრის უკვე სასამართლო გადაწყვეტილება იცავდა, ჩვენც რაღაცა ისე ვიტყვენ შვებით ამოვისუნთქეთ, თუმცა ჩვენ ბანაკი არ დაგვიშლია და დეკემბრის ბოლომდე, ანუ საყდრისის აფეთქების დღემდე ბანაკი კომიტეტს ჰქონდა აქ და მუდმივად ხდებოდა ხალხის როტაცია. სექტემბერში დასაწყისში ჩვენ ესეთი რაღაცნაირი საოცარი სიჩუმე იყო, აი ესეთი ავის მომასწავებელი, ცოტა ემოციურად ვიტყვით, იმიტომ რომ ყველაფერი მინელდა, თემა აქტიური აღარ იყო, თითქოს ამ საყდრისი აღარ იყო მოდური თითქოს საყდრისის თემა, თუმცა აქ ბანაკი მაინც იყო, მაგრამ როდესაც კომპანიამ დაიწყო მილის გაზის, ანუ ეგრეთ წოდებული გაზის მილის გადატანა, ჩვენ მაშინ მივხვდით, რომ შეიძლებოდა ძეგლს საფრთხე დამუქრებოდა და უკვე აი ივნისიდან დაიწყო ახალი ეტაპი ძეგლისთვის ბრძოლაში კომპანიის მხრიდან. მოგეხსენებათ, მაისში შეიცვალა ივნისის დასაწყისში იქ შეიცვალა მენეჯმენტი და მოვიდა ქართული მხარე, რომელიც გარკვეულ ადამიანებთან იყო დაკავშირებული ესე მოარული ხმებით და აი ეს ანუ ეს ახალი ეტაპი იყო ის, რომ დაიწყეს პირველად დაიქირავა კომპანიამ ერთ-ერთი PR კომპანია, რომელსაც საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადა და დაიწყო აგრესიული საინფორმაციო კამპანია, როგორც ძეგლის წინააღმდეგ, ასევე საყდრისის მცველების წინააღმდეგ, იმ მეცნიერების წინააღმდეგ, იმ არქეოლოგების წინააღმდეგ, რომლებიც საყდრისის მნიშვნელობას აღიარებდნენ და ხმამაღლა ამბობდნენ, მიუხედავად 1000 ზეწოლისა მართლაც, რომ საყდრისი დასანგრევი არ იყო. გარდა ამისა, მე მინდა გითხრათ, რომ მოგვიანებით ჩემთან ბატონმა ოდიშარიამ განაცხადა უკვე მოგვიანებით, დაახლოებით 1 წლის წინ პირად საუბარში, რომ კულტურის სამინისტროში მოდიოდა არაერთი ქვეყნის ტიტულოვანი მეცნიერის, მაგალითად იყო მოსული ანგელა მერკელის ავსტრიელი მრჩევლის კულტურის საკითხებში, რა თქმა უნდა, წერილი, სადაც ის დაჟინებით თხოვდა საქართველოს ხელისუფლებას არ მოეხდინა ძეგლის აღება, რადგან ეს იყო მართლა ძალიან ისტორიული და მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი. 2013 წლის 5 ივლისს მინისტრმა ოდიშარიამ საყდრისი ყაჩაღიანის მაღაროს ძეგლის სტატუსი გაუუქმა. 3 დღეში კი პრემიერ ივანიშვილის წერილობით ამცნო, რომ ეს მისი დავალების შესაბამისად შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით გააკეთა. ოდიშარია პრემიერს წერს, რომ 11 კაცა კომისიის დასკვნის მიხედვით საყდრისში უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დასტურდება. დასკვნას, რომელსაც მინისტრი დაეყრდნო 11 წევრიდან, ხელი 9 წევრმა მოაწერა. 9 წევრიდან 3-მა ხელმოწერასთან ერთად დააფიქსირა, რომ საჭირო იყო ძეგლის დამატებითი გამოკვლევა. კიდევ 2-მა წევრმა ხელმოწერისას აღნიშნა, რომ აქ აშკარაა ძველი წელთაღრიცხვის მე-4 წლეულის ადამიანის მუშაობის კვალი. თუმცა დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო. საბოლოოდ კომისიის 11 წევრიდან მხოლოდ 4 წევრი დაეთანხმა დასკვნაში ჩაწერილ მოსაზრებას, რომ საყდრისი არ არის 5000 წლოვანი ოქროს მაღარო.
ნუ აგვიფეთქებთ ისტორიას ამ ლოზუნგით სტუდენტებით დაკომპლექტებული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ბოლნისის რაიონის დაბა საყდრისში შეიკრიბნენ. საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოყვა. დაპირისპირებამ ტელევიზიების თოქ-შოუებში გადაინაცვლა. საყდრისის უნიკალურობას ეჭქვეშ უმრავლესად სწორედ ხსენებული 11 კაცა კომისიის რამდენიმე წევრი აყენებდა. ვერსია ბევრი იყო. ჟურნალისტური გამოძიებებიც იყო, თუმცა გამოძიებების პროცესში საყდრისის ნგრევა გრძელდებოდა. სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა გურამ უდიშარიამ თანამდებობა დატოვა. მაშინვე ცხადი გახდა, რომ საყდრისის მგრეველებისთვის საჭირო იყო ახალი ცოცხი, რომელიც ძველზე უკეთ დაგვიდა და გარისკავდა. მიუხედავად ყველაზე რადიკალურად განწყობილი საყდრისის დამცველების რისხვისა. მეცნიერებათა აკადემია რეალისტურად აფასებს იმ უზარმაზარ სხვაობას სამეცნიერო კომპეტენციაში, რომელიც არსებობს ერთის მხრივ გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტსა და მეორეს მხრივ თქვენი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ შექმნილ 11 კაციან კომისიას შორის. იცით რა, სიმართლე გითხრათ, არავის გვეგონა, რომ საყდრის ხელისუფლება საყდრის ააფეთქებდა. როდესაც ოდიშარიამ დატოვა ზაფხულში თანამდებობა და წავიდა, ჩვენ ვფიქრობდით და რაღაცა გაჭინაურდა, თუ ახსოვს საზოგადოებას ერთი პერიოდი ახალი კულტურის მინისტრის დანიშვნა, ჩვენ ვიყავით ძალიან იმედიანად, იმიტომ რომ ვფიქრობდით, მე მაგათაც ვფიქრობდი, რომ სახელმწიფოში არ მოიძებნებოდა ადამიანი მით უმეტეს კულტურის მინისტრის პოსტზე, რომელიც ახლა ესე ძეგლს ააფეთქებდა. ყოველ შემთხვევაში საერთოდ არ მეგონა, რომ მოიძებნებოდა ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არათუ თქვათ მინისტრის პოსტზე წარსადგენი პიროვნება, თუმცა სამწუხაროდ ჩვენი იმედები არ გამართლდა და როდესაც ბატონი მიხეილ გიორგაძე გახდა კულტურის მინისტრი, ახალმა მინისტრმა პირველი საქმე რაც გააკეთა, მეორე დღესო გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ, ანუ აი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ჩვენ ეგრეთ წოდებული რაღაცა PS7-ის პერიოდი მოგცა. კომპანიამ განაახლა მუშაობა, შესაბამისად კომპანიის საქმიანობა არის კანონიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონმდებლობის სრული დაცვით. დავა საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის გარშემო 2013 წლის მაისიდან იწყება, მას შემდეგ რაც მას არქეოლოგიური დაცვის ზონა მოეხსნა. უკვე ივლისიდან, როდესაც მაღაროს არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი ჩამოერთვა, პროტესტმა პერმანენტული სახე მიიღო. აქციის მონაწილეები ხვალ პროტესტს პროკურატურასთან დააფიქსირებენ. პროტესტის მონაწილეებს დღეს კულტურის მინისტრიც გამოეხმაურა. არა მხოლოდ ამ ჯგუფთან, ძალიან აქტიურად ხვდები სხვადასხვა ჯგუფებს, ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს და ყველასთან ძალიან ღიად ვსაუბრობ ყველა საკითხს. ამ დღეების განმავლობაში, ასე ვთქვათ, ჩვენ გავწერთ ამ გეგმას და ყველას შევხვდებით. კულტურის მინისტრის მიერ 12 დეკემბერს გამოცემული ბრძანება ნომერი 03-226 უკვე რამდენიმე დღეა მოქალაქეთა პროტესტის მიზეზია. ამ ბრძანებით კომპანია RMG Gold-მა სამთო მოპოვებითი სამუშაოების საყდრისი ყაჩაღიანის ნომერ პირველ სალიცენზიო უბანზე განაახლა და ადგილზე ორი აფეთქება განახორციელა, რის შედეგადაც პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო. დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ სამინისტროს წერილით მიმართა და ყველა დოკუმენტის გასაჯაროება მოითხოვა, რომლითაც RMG Gold-ის სამუშაოებს აწარმოებს. ჩვენ სექტემბერში მივიღეთ იუნესკოს ხელმძღვანელობისგან დირექტორისგან წერილი, სადაც ის მადლობას გვიხდიდა საყდრისის მცველებს ძეგლის დაცვაში. ხა მართალია საყდრისი არ იყო იუნესკოს დაცვის ქვეშ და ქოლგის ქვეშ, მაგრამ აი ეს აქტივობა ხა ევროპაში ძალიან ბევრმა იცოდა და მათ შორის იუნესკოს ყურამდეც მიაღწია. ჩვენ ვიყავით ძალიან ართოვანებულები და რატომღაც გვეიმედებოდა, რომ იუნესკოს თავით სიტყვას იტყოდა და ძეგლი საბოლოოდ გადარჩებოდა. ნუ სამწუხაროდ მე ვნახეთ, რომ ესეც არ მოხდა და მოკლედ დაიწყო აი ეს სამი მიმართულებით შეტევა ჩვენზე, ესე რომ ვთქვათ. პირველი ეს იყო ის, რომ მასიურად აღმოჩნდა ესე, რომ ძალიან ბევრ მედია საშუალებებში სარეკლამო ფართები დაიქირავა კომპანიამ და სადაც იწერებოდა ესეთი სარეკლამო ესეთი შეკვეთილი სტატიები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრები იყვნენ თაღლითები, რომ ეს საყდრისი იყო აფიორა, ჩვენ საყდრისის მცველები ვიყავით ხან რომელ პოლიტიკურ პარტიას მიკუთვნილები და ხან რომელ პოლიტიკურ პარტიას. მეორე მიმართულება ეს იყო და ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც ჩვენ ძალიან დაგვაზარალა, ეს იყო თვითონ ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩვენი განწყობები. მინდა გითხრათ, რომ მთელი ზაფხულის პერიოდში, გაზაფხულის ზაფხულის პერიოდში, გვიან შემოდგომამდე, კაზრეთის მუშები, ანუ კომბინატის მუშები, ამის არსებობს ამისი კადრების და ფოტო მასალაც, რომ თავად იყვნენ ყველაზე მეტად მოწადინებული საყდრისის დაცვით, მათ გააკეთეს ერთგვარი პერფორმანსიც, ეს ჯაჭვი საყდრისის დაცვის, თუმცა ეს
ესე მოგვიანებით შემდეგ როცა კომპანიამ დაიწყო საუბარი იმაზე რომ საყდრისის გადაუხსნელობის შემთხვევაში იგი კომბინატი გაჩერდებოდა და ეს ათასობით მუშა დარჩებოდა მშიერი, ესე რომ ვთქვათ, ლუკმაპურის გარეშე ბანკების ვალების ამარა, მოსახლეობებში განწყობა შეიცვალა, გარდა ამისა ზეწოლა იყო ასევე ბორნისის რაიონის საჯარო მოხელეებზე. იქ რამდენადაც ჩვენ მოგვიანებით გავიგე, ორი თვე დააგვიანეს სპეციალურად ხელფასები და მოსახლეობას ეუბნეოდნენ საჯარო მოსამსახურებს ყოველ შემთხვევაში ეუბნეოდნენ, რომ აი ეს იყო იმათი ბრალი, თბილისელი ბანდიტების ბრალი, რომლებიც აი იქ იყვნენ, სადღაც გორაზე იყვნენ ბანაკში წამოკოტრიალებულები და ხელს უშლიდნენ კომპანიას სასიკეთო საქმეების კეთებაში. აი პირდაპირ ეს ეუბნეოდნენ და მოკლედ იმის გამო რომ ადგილობრივი მოსახლეობების განწყობები შეიცვალა, ჩვენ ნელ-ნელა გავხდით ესეთი პირდაპირ ფიზიკური თავდასხმები არასოდეს ყოფილა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს განწყობების შესრულება ძალიან ესე ცუდად აისახა შემდგომში აი საყდრისში განვითარებულ პროცესებზე და მესამე იყო პირდაპირი აი ესეთი იერიშები ჩვენზე საყდრისის ცვლილებზე იქნებოდა Facebook-ში 1000 გვერდი და მათ შორის იყო ერთი ასეთი სიმართლე საყდრიზე, რომელიც იყო რაღაც ძალიან უნიკალური. პირდაპირ იღებდნენ ჩვენზე პირად ინფორმაციას, ჩვენი პირადი გვერდებიდან ფოტოებს იღებდნენ და 1000 ფოტო მონტაჟს აკეთებდნენ. გარდა ამისა, ჩამოყავდათ ექსკურსიები, დაყავდათ სტუდენტები მაღაროში, რომელიც ვითომდაც ინგრეოდა და უსაფრთხო არ იყო იქ ადამიანის შესვლა, სადაც აი RMG Gold-ის რიგითი თანამშრომლები თუ გეოლოგები აწმუნებდნენ ახალგაზრდებს და დეპუტატებსაც კი, ხა ნუკრი ქანთარიას გავიხსენოთ მაგალითი თუნდაც, რომ ეს იყო უბრალოდ ორმო და ჩვენ ვიყავით რაღაც ანგაჟირებული ხალხი მეცნიერებთან ერთად და ვცდილობდით რაღაცა 21 საუკუნის აფიორის რაღაცა დატრიალებას. არსებული ინფორმაციით, ანუ სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული საბჭო, რომელთვისაც თავის დროზე, ანუ სააგენტოზე მოხდა დელეგირება ამ უფლებამოსილების სამინისტროდან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ადრე სამინისტროსთან არსებული საბჭო იყო, რომელიც განიხილავდა ამ საკითხებს. შესაბამისად, აღნიშნულმა საბჭომ იმჟელა რამდენიმე ფაქტობრივი ინფორმაციის, ასე ვთქვათ, ირგვლივ, სანამ მიიღებდა გადაწყვეტილებას. ეს არის ერთი მხრივ გეოლოგების დასკვნა, ქართველების საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა, მეორე ეს არის უცხოელი ექსპერტის დასკვნა, იტალიელის და შესაბამისად აი ეს დასკვნები, ეს საინჟინრო გეოლოგიური დასკვნები გაგზავნილი იქნა ეროვნულ მუზეუმში, სადაც გაერთიანებულ საბჭოზე მოხდა ამ მასალების განხილვა და მოხდა ამის გაანალიზება და შესაბამისად რეაგირება, რომელიც წერილობითი ფორმით უკვე წარმოადგინა ბატონ ნიკოლოზმა, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო არის, რომ ესეთი ვითარება არის შექმნილი ობიექტზე, ვინ შეიძლება იყოს ბედნიერი ამისგან, მე არ მეგულება ესეთი ადამიანი. და შესაბამისად აღნიშნულ განცხადებაში ასევე საუბარი არის იმაზე, რომ რაც ასე ვთქვათ, არაძლევს ალბათ ასე ვთქვათ, არც ერთ მხარეს რაღაცა განსაკუთრებულ ეჭვს, არც ჩვენ საფუძველი არანაირი ეჭვი არ აქვს შევიტანოთ ან ეროვნული მუზეუმის წერილში ამ შემთხვევაში, ან თუნდაც გეოლოგების დასკვნაში ამისთან დაკავშირებით, ეროვნული მუზეუმი თავისივე აღნიშნულ განცხადებაში აფიქსირებს პოზიციას, სადაც ამბობს, რომ ჩვენ ვადასტურებს იმას, რომ ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც მუშაობდა ადგილზე, იმ ტერიტორიაზე ხაზგასმით, სადაც ის მუშაობდა და მას ეძლეოდა ამის საშუალება, ის არის სრულფასოვნად შესწავლილი. ოღონდ იმ ტერიტორიაზეც მუშაობდა. შემთხვევით ნუ გავიმეორებთ, მე ზუსტად ამ სიტყვებით ვთქვი. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს რა ვითარებას არის სამწუხარო შექმნილი, განსხვავებული მიზეზებიდან გამომდინარე, რომელიც რა თქმა უნდა იმ წერილში აღნიშნული არ იყო და არც პრაქტიკულად ჩემთვის არის ცნობილი, რა შეიძლება იყოს ეს მიზეზები ამ შემთხვევაში. მუზეუმი გამოთქვამს მზადყოფნას ყველა მხარესთან ერთად და სახელმწიფო გადაწყვეტილების ასე ვთქვათ საფუძველზე იმუშაოს მუზეუმის კონცეფციაზე, იმისათვის რომ აი ეს კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ არავინ არ ვდაობთ, მე მგონი ამ სტუდიაში და ამ გადაცემაში, რომ ეს არის ნამდვილად ხაზგასმით მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი. ძალიან მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, ჯერ ეს ერთი ჩვენი იურისდიქცია, ჩვენი კომპეტენცია არ არის რაიმეს აფეთქება, ალბათ გავერკვეთ ჩვენ ვისი კომპეტენცია რა არის ამ შემთხვევაში, სანამ ასეთ ბრალდებით მიმართავთ და შესაბამისად ამ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საბჭო აი ამ სწორედ აი ამ დასკვნების საფუძველზე მსჯელობს და იქაც არიან კომპეტენტური ადამიანები, ასე ვთქვათ, დაკომპლექტებული აღნიშნული საბჭო. ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს არანაირი საფუძველი ეჭვი შევიტანო, იმიტომ რომ მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, სწორედ გამიგეთ და ვერანაირი გავერკვეთ როგორ ხდება საჯარო სამსახურში ასევე თანამშრომლების აყვანა ზოგადად და მოდით ესეთ ბრალდებებისგან თავი შევიკავოთ.
პროფესორი შტიოლნერი უსინდისო და ბინძურ მაქინაციას უწოდებს იმას, რომ ვიღაცა მოისურვა მისი და მისი ქართველი თუ გერმანელი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევის დისკრედიტაცია. Damalige wissen Sie, wir haben Hinweise, dass diese Leute gekauft wurden. Wir wissen არსებობს იმის ნიშნები, რომ კომისიის წევრები მოისყიდეს. ვიცით, რომ ექსპერტთა ერთ-ერთმა კომისიამ იქ გათხრები ჩაატარა. ვიცით და გვაქვს უთქიცებულება, რომელიც არ გამოგვიქვეყნებია, რომ ამ ხალხმა გათხრები იქ ჩაატარა, სადაც იცოდა, რომ ვერაფერს მიაგნებდა. როცა საბადოზე გათხრას აწარმოებ, იქ უნდა ეძებო, სადაც რამის მოძებნა შეიძლება. სწორედ ეს არ გააკეთეს კოლეგებმა. ვიცით, რომ ბატონმა ფიცხელაურმა სწორედ იქ გათხარა, სადაც კაცი ვერაფერს იპოვიდა. შემდეგ კი თქვა, ვერაფერს მივაგენიო. ცხადია და ჩვენც ვიცით, რომ ეს არ არის საბუთი, რადგან რაც იქ გააკეთეს, ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სრულიად დაუფარავად გეუბნებით. Irreführung der Öffentlichkeit. Ja, das sage ich Ihnen ganz offen. ძალიან მიყვარს ადამიანურად, რატომ ცოტა მეტი არ იფიქრა. ანუ აი ესე ხელაღებით მიუხედავად იმისა, ძეგლიც რომ არ ყოფილიყო, ხო ყველა ადასტურებდა, რომ არქეოლოგიური ობიექტი იყო. აი ასე ხელაღებით ყოველგვარი შესწავლის გარეშე, აი ნამდვილად, აი ადამიანურად მართლა მიყვარს, არ ვიცი, რა გული ქონდა იმ წუთებში, აი ნამდვილად მიყვარს მართლა, მოაწერა ხელი და კომპანიამ უკვე გამთენისა 7 საათზე პირველი აფეთქება მოახდინა საყდრიცის. მე მინდა გითხრათ, რომ რაც ნაკლებად ცნობილია საზოგადოებაში, სწორედ აი ამ პერიოდში, აი ამ დროს მოხდა სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან ჩვენი ინფორმაციით და უკვე დადასტურებულია, საყდრისი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ატარებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, მას ნაღმავდნენ ბოლოს 3 დღის განმავლობაში. ანუ 12 დეკემბერსაც, როცა ჯერ კიდევ ატარებდა ის ძეგლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, ის იყო უკვე დანაღმული და 2 დღის განმავლობაში მან ჩუმად, რა თქმა უნდა, ქურდულად, ესე რომ ვთქვათ, შეპარვით მუშაობდნენ RMG Gold-ის თანამშრომლები და ძეგლი ინაღმებოდა. პირველი აფეთქება განხორციელდა დილის 7-ის დაახლოებით 7 საათზე და მეორე აფეთქება განხორციელდა უფრო მოგვიანებით. ეს ის კადრებია, რომელიც აქედან აქვს გადაღებული. საყდრის საფეთქებამდე, როცა კადრებსაც უყურე, მაშინაც კი არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ჩემი არჩეულიც არის, მე მინდა გითხრათ, რომელიც მეც ავირჩიე და ძალიან დიდი შემართებით ავირჩიე, ნამდვილად მეგონა, რომ უკეთესი ხელისუფლება მოვიდოდა, აი სულ ამოდი დაახლოებით 1 წელში, ისე გაგვიცრუა იმედი, რომ არამთუ რაღაც, არამედ სოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო, ანუ მტკიცებულება იმისა, რომ მითი არგონავტებზე არ არის მითი და საქართველო იყო ოქროს ქვეყანა ჯერ კიდევ 5000 წლის წინ, აი ესე ხელაღებით, ესე ვანდალურად ძეგლი აფეთქებინა. RMG Gold-ის საყდრისი ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სამთო-მოპოვების სამუშაოებს გააგრძელებს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ დღეს ნინო მიქიაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მიქიაშვილი 2014 წელს 12 დეკემბერს კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობას და პროცესის დამთავრებამდე კომპანია RMG Gold-ისთვის სამუშაოების შეწყვეტას მოითხოვდა. მოსამართლემ ეს მოთხოვნა მოსარჩელეს არც ერთ პუნქტში არ დაუკმაყოფილა. ნინო მიქიაშვილი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. გერმანელი პროფესორი კოლეგებს და ქართველ მეცნიერებს არაერთხელ ასახელებს. საიდან გაჩნდა მათი პოზიცია? საყდრისი არაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიო. ვინ იყვნენ ეს მეცნიერები და რამდენად მეცნიერულია მათი არგუმენტები? არა და ფაქტია, რომ სწორედ ამ ხალხმა, უფრო ამ ხალხმა და შემდეგ უკვე ეკონომიკური მოგებით დაინტერესებულმა ბაზრის აქტივისტებმა, სახელმწიფო ჩინოვნიკებმა, პარლამენტარებმა შეასრულეს გადამწყვეტი როლი უძველესი ძეგლის გაქრობაში. Das schwierigste Problem ist ja eigentlich nicht eine Firma, die ihre wirtschaftlichen Vorteile sucht, ja. ყველაზე უარესი პრობლემა ის კი არ არის, რომ არსებობს ფირმა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს ეძებს, ან სამუშაო ადგილების შექმნაზე ლაპარაკობს. არა, ეს ლოგიკურია. ყველაზე უარესი ისაა, რომ კოლეგები, ჩვენი უშუალო კოლეგები, შურითა და ქვენა მოტივებით ეწევიან სხვა კოლეგების დისკრედიტაციას, რათა ამით თვითონ იხეირონ. აი ეს იყო ყველაფრის მიზეზი. 2013 წელს ეს კოლეგები არქეოლოგიის მხარეს უნდა დამდგარიყვნენ და ეთქვათ, რომ ეს ძველი ძეგლია, საჭიროა გამოსავლის მოძებნა. მაგრამ მათ განაცხადეს, რა ფასი აქვს ამის კვლევას, აზრი არა აქვსო. ის რაც მოხდა, ცოდვით დაცემას შეიძლება შევადაროთ
და ეს სიკეთეს ვერ მოუტანს საქართველოს არქეოლოგიას. თუნდაც იმიტომ, რომ ამას მოყვა ცხარე დაპირისპირება სამეცნიერო პატიოსნების თვალსაზრისით. ჩემთვისა და ირინე ყამბაშიძისთვის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, უდიდესი გაწმილება იყო კოლეგების ქცევა და არა ფირმა, რომელსაც ლეგიტიმური ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტოდან თითქოს რაღაც ჯგუფიც დადიოდა, ჩვენ გითხარით, რომ ყოველ შაბათ-კვირას დავდიოდით, აქ ხშირად დავდიოდით და რამდენჯერაც ჩვენ აქ ჩამოვედით, არც ერთხელ არქეოლოგი აქ არ იყო. ანუ არც ერთხელ არ დავხვდა და ჩვენ მართლა ყოველ შაბათ-კვირას დავდიოდით და ჩვენ ანუ სააგენტოს წარმომადგენლები ჩვენ არ შეგხვედრია და მოგვიანებით, როდესაც მოსამართლემ დაუსვა უკვე სასამართლო პროცესზე, მან იქ მოსამართლეს განუცხადეს, რომ აი გრევის პერიოდში არანაირი არტეფაქტის აღმოჩენას იქ ადგილი არ ქონია, თუმცა უკვე მოგვიანებით, როდესაც თავად მოსამართლე ჩამოვიდა საყდრიში, რათა ენახა ღირდა, ანუ რამდენი იყო თუ არა შესაძლებელი გრევის შეჩერებით ძეგლის გადარჩენა, აი რამდენიმე ნაბიჯი გადაადგა თუ არა, აი 4-5 არტეფაქტის აღმოჩენის მომსწრე ნახა, რამაც შემდეგ საკმაოდ ესე უსაყვედურა იმ სააგენტოს წარმომადგენელთა იმ ჯგუფს, რომლებსაც მონიტორინგი უნდა ეწარმოებინათ, წესით. ობიექტზე, რომელზეც სამუშაოები ამ წუთებში გრძელდება, მედია არ შეუშვეს. ნინო არღულიანი იმყოფება ადგილზე და ელის ინფორმაციას თუ რა მდგომარეობაშია საყდრისი. კითხვაზე პასუხის მიღებამდე კი კაზრეთში ჩასულ მედიას სიმშვიდე არც ამჯერად დახვედრია. ადგილობრივების პროტესტის შესახებ უფრო მეც თავად ნინო მოგვიყვება. ნინო, რა პრეტენზიები აქვს საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებთან ადგილობრივებს? ამ წუთებში საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან კომპანია RMG-ს თანამშრომლები კომპანიისა, რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქ კომპანიის თანამშრომლებსა და საყდრისის დამცველებს შორის. სიტყვიერი დაპირისპირება კი მოყვა თანამშრომლების განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ისინი დასაქმებულები არიან და მათ უკან დგას რამდენიმე ათასობით ოჯახი და ამ ოჯახებს სჭირდება რჩენა, შესაბამისად უნდა შეწყდეს საყდრისის გარშემო როგორც პოლიტიკური განცხადებები, ასევე ზოგადად საუბარი. რაც შეეხება საყდრისის დამცველებს, ისინი ამბობენ, რომ არ ითხოვენ ადგილზე სამუშაოების შეჩერებას, მათ სურთ, რომ ადგილი დაათვალიერონ სპეციალისტებმა და ამის შემდეგ გაგრძელდეს პროცესები. შარშან ზაფხულში ეროვნულ მუზეუმში ჩატარდა ძალიან დიდი სიმპოზიუმი, სადაც დაახლოებით 30-მდე ქვეყნის ძალიან ავტორიტეტული და აღიარებული მეცნიერები იყვნენ ჩამოსულები. მათ შორის ისრაელიდან, ირანიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან და კეთდებოდა ესეთი საუბარი იყო ოქროს ლითონისა და მარილის საბადოებზე, მაგრამ განსაკუთრებული ერთი დღე დაეთმო საყდრისზე პრეზენტაციებს და ბოლო დღეს მინდა გითხრათ, ერთ-ერთი ესეთი გასვლითი დღე იყო და ეს სტუმრები წამოიყვანეს ბალიჭებში. იქ არის მოგეხსენებათ საყდრისის შემდგომ ბალიჭებში გაითხარა ნამოსახლარი, რომელიც სავარაუდოდ საყდრისის მაღაროელების საცხოვრებელი იყო და საინტერესო არტეფაქტები აღმოჩენილი. და როდესაც აი ბალიჭებიდან გამოხედეს აი ამ სურათს, იქ იმყოფებოდა ესეთი მარილის უძველესი საბადოს დირექტორი ADTP-ს ხელმძღვანელი, ADTP-ს მაღაროს ხელმძღვანელი ქალბატონია, რომელმაც აი ესე ჩაილაპარაკა ყოველგვარი სტიხმაურიანი განცხადების გარეშე, აქედან გამომდინარე იყო გულწრფელი, რადგან თავისთვის თქვა ესე ჩუმად, რომ როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, რომ აი ესე მოექცეო აი ამას. Mich hat vom Kaukasus geträumt. მითი ოქროს საწმისზე მოდიდან არ გასულა. კავკასიაც მოდაშია ისევ. აგერ გერმანელების ხსენებაზე, აგერ კასპარ ჰაუზერსაც კი სიკვდილის წინ კავკასია გამოეცხადა. იდუმალებით მოცული მდიდარი მხარე, სადაც დღეს ეს იდუმალებით მოცული ხალხი, იდუმალებით მოცულ კომპანიაში ოქროთი ამდიდრებენ ბაზარს. თუმცა ეს ბაზარიც იდუმალებითაა მოცული საქართველოში.